საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ირინა ინარიძემ და საჯარო სკოლის დირექტორებმა დისკუსია გამართეს. დისკუსია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული გამოსაშვები გამოცდების ახალ მოდელს ეხებოდა, რაზეც საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა და საჯარო სკოლის დირექტორებმა იმსჯელეს. გამოცდებზე პასუხისმგებლობას მთლიანად საჯარო სკოლები აიღებენ. ირინა ინარიძის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურს ცენტრში შეხვედრა დირექტორებთან და მასწავლებლებთან უკვე გაიმართა, რაზეც მათ ერთმანეთს იდეები და შეხედულებები გაუზიარეს. საგამოცდო ტესტებს პედაგოგები შეიმუშავებენ და როგორც მათ შეხვედრაზე აღნიშნეს, დაკისრებული საპასუხისმგებლო მისიით ისინი კმაყოფილები არიან და მოვალეობას პირნათლად შეასრულებენ. იმიდან გამომდინარე, რომ ყველა სკოლა ინფორმირებული იყო დროულად, ყველა მასწავლებელი, მე-12 კლასის მოსწავლე, გავმართეთ უკვე საგანმანათლებლო რესურს ცენტრში შეხვედრები დირექტორებთან, საგნობრივ მასწავლებლებთან, საგნის მასწავლებლებთან და ფაქტურად მათი შეთანხმება იყო ცალსახარო გამოცდები უნდა ჩატარდეს. და რა თქმა უნდა, სკოლა აიღებს პასუხისმგებლობას გამოცდების ჩატარების სამართლიანად ჩატარებაზე, ობიექტურად შეფასებაზე, იმიტომ რომ თვითონ ამ ტესტებს ქმნიან მასწავლებლები და მასწავლებლები აფასებენ თავად. ბატონმა მინისტრმა სკოლებს მოანდო ეს საპასუხისმგებლო მისია. მე ვფიქრობ, რომ სკოლები კარგად გავართმევთ თავს, გვაქვს გარკვეული გეგმები. ვფიქრობ, რომ შევქმნათ ერთიანი მონაცემთა ბანკი, სადაც ყველა საჯარო სკოლის მასწავლებლები საგნობრივად მიიღებენ მონაწილეობას, თვითონ შეიმუშავებენ კითხვებს, შემდეგ მოხდება ამბაზების თავმოყრა ერთად და სკოლები თვითონ ჩაატარებენ, შემდეგ გაუძღობენ ამ ტესტირების პროცესებს. ვფიქრობ, ბავშვები იქნებიან თანაბარ სიტუაციაში, რაიონის მოსწავლეები ყველანი თანაბარ სიტუაციაში იქნებიან, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ობიექტურები.